გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა გიორგი. გილოცავ გავიდა 4 წელი და მოგვადგა კარს ისევ მსოფლიო ჩემპიონატი. მოგვადგა თან როგორ? 3 ქვეყნით, 3 მასპინძელი ქვეყნით. და უამრავი მონაწილით. კი. და კიდევ უფრო მეტით ვინც გარეთ დავრჩით. კი ბატონო. რას ვაკეთებთ ახლა ჩვენ? რახან ჯერ 10 დღეა სანამ ჩემპიონატი დაიწყება და დრო გვაქვს. კი ბატონო. მე შემიძლია მოგიყვე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია, უფრო მეტიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია. მაგრამ კონკურენტები მყავს ქვეყანაში, ვინც ფიქრობს უფრო კარგად იცის. ამიტომ მე დავარქმევდი ეს მსოფლიო ფეხბურთის ზერელე ისტორია. და შენ ხარ კომპეტენტური ამ საკითხში? არა. მაგრამ შენ ჩემი მეჯვარე ხარ და უკეთესვის უნდა მოვუყვე. მართალია. მე ზოგი რაღაცა შეიძლება გავაბუქო, ზოგი ტყუილი ვთქვა, მაგრამ რასაც არ გავაბუქებ და ტყუილს არ ვიტყვი, ისიც კი დაუჯერებლად მოგეჩვენა. ამიტომ შეიძლება არ დამჭირდეს გაბუქება და ტყუილი. კი ბატონო. ისეთი რაღაცები ვიცი და ისეთი რაღაცა გავლილი ამ სოფლიო ფეხბურთში. ანუ შეგინდა თქვა რომ ფეხბურთის ისტორია იცი. აბა ამდენი ხანი რას გელაპარაკებ? კარგია რომ ეს ცოდნა არ მიგაქ. და უტოვებ მინიმუმ შენ გიტოვებ და მაყურებლებიდან მპოვნელი გვიპოვის ჩვენ. კი ბატონო. ხო. რატო დავარქვა ზერელე ისტორია? მე კიდე ასევე, იმიტომ რომ ეს მაინც მსოფლიო ფეხბურთის ისტორია დანახული იქნება მსოფლიო ჩემპიონატების მხრიდან. ხო, იმიტომ საკლუბო ფეხბურთიც ხო არის? რა თქმა უნდა. და გულშემატკივრისთვის საკლუბო ფეხბურთი და მსოფლიო ჩემპიონატები ეს არის ორი ძუძუ. კი. ხო, საიდანაც იკვებება ფეხბურთი. ფეხბურთის ორი ძუძუ. ხო. ხო. მე ერთი ძუძუს მხრიდან დანახულს მოდი. კარგი? კი, ძალიან. კაი, მაშინ ესეთი რაღაცა პატარა გეგმა დავსახოთ. ყველა ჩემპიონატზე მოყვებ ცალ-ცალკე, თითო ვიდეო გვექნება, მაგრამ დღეს ვილაპარაკოთ როგორ მივიდა სამყარო მსოფლიო ჩემპიონატად. ძალიან კარგი და მე მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვიცი. ძალიან ცოტა მიცის ეს და აქ ხა ისეთი ამბებიც მოუყვები, რომ ისეთმა ხალხმაც კი არ იცის, რომ ოლიმპიური ჩემპიონია ფეხბურთში, რომელიც არის ოლიმპიური ჩემპიონი. ციცოცხლეში ვერ გაიგო. მოდი თანმიმდევრობით ხოვეთ, თორე დავიკარგე. მივიდეთ მაგამ. ესე იგი, იყო რაღაცა ფეხბურთის მსგავსი თამაშობები, აცტეკებს ჰქონდათ. კი, თეძოთი რომ რკალში ბურცაგდებენ. მულტფილმში მაგ ნახე. კი, კალჩო, რომელიციც ცემაც შეიძლებოდა ერთმანეთის. ინგლისშიც იყო მე-15 საუკუნეში არის ინფორმაცია, რომ მეფე მაკრძალა. და ამ დროს მეფეებს ძალიან უყვარდათ სპორტული ღონისძიებების ჩატარება. და რამე კაი რო ყოფილიყო არ აკრძალა. რაღაცა უფრო ვანდალიზმის ზეიმსკავდა ვიდრე ფეხბურთს. ხო, ან იმას ვერ გაუწია კონკურენცია, რაინდი რო შუბით მეორე რაინდს ერთდროულადაც მეფეს ეს სიამოვნებოდა ეს კაისაყურებელი რო ყოფილიყო, მაგრამ როგორ ჩანს არაფერი საერთო იმას ამ ფეხბურთთან არ ქონდა. ხო და ეს ფეხბურთი რომლის ნაყოფიც იქნება ახლა ეს მსოფლიო ჩემპიონატი რაც დაიწყება ასე. ინგლისში რო დაიწყო ინდუსტრიული რევოლუცია, ქალაქებმა რო დაიწყეს გაზრდა, ყვანახშირი, მანუფაქტურები, საფეიქრო მრეწველობა და ასე. შემდეგ მოიმატა ხალხმა. ამ ხალხმა რომ მოიმატა, მაშინ მრავალშვილიანობა მოდაშია ჯერ კიდე და ეს ბავშვებსაც აიყვან დადიან ქალაქის სკოლებში. ამ სკოლებში მასწავლებლებმა გადაწყვიტეს, რომ სპორტიც გჭირდება. იმიტომ რომ სოფლის სკოლისგან განსხვავებით, ბავშვი რომ მორჩება სკოლაში სწავლას, იქვე გადავა სახლში და სპორტულად ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებლობა, ხო. სოფელში გაიხსნება შორს იყოს და ის გზაში მაინც ის რაღაცა კალორიები დაწოს. და ამ სკოლებში ჩაისახა ფეხბურთი. ფეხბურთი კი ერქვა, მაგრამ ფეხბურთიც იყო და რაგბიც. და ამ დროს არც ერთი არის. რაღაცნაირად ესეთი ქაოსიდან იწყება. ყველა სკოლას თავის წესები, ფიზკულტურის მასწავლებელსაც მოვიდა და თავში ის იყო წესი. ხო, ეგ არ არის ახალი, ჩვენ სკოლაშიც მასე ვთამაშობდით.
ჩემსაშიც. თუ ხან სად იყო კარები? ხან სად? ხან რამდენზე ვიყავით და ხან ვისი ჩანთა იყო კარები და აქედან იწყება მოკლედ და ამას მე აყვნენ მუშები. იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინე მაშინდელი მუშა, შაბათს ისვენებს მარტო. სახში რა გააჩერებს, დენი არ არის, ტელევიზია ჯერ არ არსებობს, დენი არ არსებობს, ინტერნეტი, ლაპარაკი არ არის. ცოლი ყავს ჭლექიანი, 8 შვილი ყავს, ადგილი არ აქვს და გარბიც გარეთ. ანუ უბანში. არა მარტო мама, შვილებიც. ვინც ავად არ არის, ყველა გარეთ არის, ხო და ამ გარეთ ყოფნისას დაიწყეს ფეხბურთს თამაში. ეს უფრო ჩრდილოურ ქალაქებს. ეს მერე პრობლემას მოგცემს. დავიმახსოვროთ ანუ ეს დეტალი. კი, იმიტომ რომ სამხრეთში თამაშობენ უფრო არისტოკრატები, უფრო უნივერსიტეტები და რაღაცა ესეთი ჯენტლმენები და ესეთი ხალხი, ჩრდილოეთში მუშები. ხო. და მე როცა ესენი ერთმანეთს შეხვდებიან, არ ესიამოვნებ. მოკლედ ეს ხდება 19 საუკუნის დასაწყისში, ჯერ კიდევ ვიქტორიაც კი არ არის, ვიქტორიული ინგლისიც კი არა, ბიძამისის ინგლისია ჯერ რა, რაღაც პერიოდი. მაგრამ აი ვიქტორიულ ინგლისში უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ 1858 წელს ვიღაცები შეიკრიბნენ ბარში და წესები ჩამოწერეს. სავარაუდოდ ფიზკულტურის მასწავლებლები. ან დირექტორები. თამაში ვისაც უნდა და წინა დღეს ვერ დაამთავრეს, იმიტომ რომ რაღაც წესზე თქვეს, რომ მე ესე მეგონა და არა ესე და მაშინ კარგად იყავი და ხვალ შევთანხმდით. რაღაცა ეს. როგორც მინიმუმ სადამდეა თამაში. ხო, არა მარტო ბევრი ის იყო გაურკვევლობა ფეხბურთში, იმიტომ დიდხანს ვერ ჩაატარეს ვერაფერი. ნუ ჯერ იმით დავიწყოთ და ფეხბურთი და რაგბია შეერთება, ჯერ მანდარიან რა. ზოგი ხელით თამაშობს, ზოგი ფეხით. ზოგთან ის იკრძალება ხელით ან ზოგთან ფეხით. და ესენი ერთმანეთს ხვდებიან ხან და ნუ ეხლა. ანუ თავიდანვე დიდი ჯარიმა არის ხო? დიდი უხერხულობა არის. ხო და რო შეიკრიბნენ ჩამოწერეს 9 წესი. იცი 9? სამწუხაროდ არ მოაღწია ჩვენ. 9 მოაღწია მარტო? 9 ჩამოწერეს. 9 რო იყო, მაგარ მოაღწია. ეგ ვიცით რომ 9 ჩამოწერეს. რომ რაღაცა გაზეთმა დაწერა, ის წესები არ ქონდა, 3 ქონდა და დაწერა, ის 3 ვიცით. ხო. ერთი წესი იყო, რომ ჰაერში თუ არის ბურთი, არ შეიძლება ფეხით თამაში. ალბათ თავში რო არ მოარტყა მოწინააღმდეგეს, იმიტომ რომ მანამდე ხშირი იყო. მეორე წესი იყო, რომ თუ ბურთი თამაში შედის, ხო. 6 ნაბიჯით უნდა მოშორდეს მოწინააღმდეგე. ხო? ხო. ამაზეც ეთყობა ის გაიწი და სუნი გაქდა პრობლემები იყო როგორც. მესამე იყო თამაშგარის წესი, ეს ცალკე ტანჯვა არის ფეხბურთში. ეგ დღესაც ჯერ კიდე წინ არის მაგის ეხაც რამხელა პრობლემას ხმს და თავიდან წარმოიდგინე თამაშგარი ეწებოდა იმით რომ წინ პასი საერთოდ არ შეიძლება. აჰა, ანუ რაგბი. რაგბის ნაწილი გააქტიურდა აქ. ხო, აქ რაგბის წესებით იყვნენ. აქ და კარის ამბავში. კარიც არ იყო? კარი იყო ორი ჯოხი. ზედა ის არ იყო საზღვარი. ხარიხა. ხარიხა არის, ჯერ ხარიხამდე სხვა რამე იქნება, მივიდეთ მაგამ. მოკლედ ამ ორ ჯოხში თამაშობენ, წინ პასს არ აძლევენ? წინ პასი არ შეიძლება, ჯარიმა და შესაბამისად დრიბლინგის ფეხბურთია რა, პასები არ არსებობს, ესეთი გაგება პასი. თუ შემთხვევით არ მიეცი, როცა მოგაქცევენ იმაში. ხო, ალყაში. ალყაში და თან ეს შორი პასი კი არა ვიღაცა, იქვე ვინც მორბის და მე ის იწყებს დრიბლინგს. აი ესეთი ფეხბურთი გვაქვს 50-იანებში. ანუ შეიძლება თამაში ისე დამთავრებული რომ ვიღაცებს ბურთი არც მიეღოთ? შეიძლება კი არა. ძირითადად ეგრე თამაშობდა. კიდე აღწერილია რაღაც თამაშები, როცა არისტოკრატებს თამაში უნდათ. და ბავშვებს დაუძახებდნენ და ბავშვებს ეთამაშებოდნენ. და ბავშვებს არ ქონდათ საერთოდ შეტევის უფლება. ხო და კატენაჩო მაშინ გაჩნდა. ამ ბავშვებს თუ ბურთს ართმევდნენ, უნდა გადაეგდოთ და ისევ ისინი წამოსულდნენ. კი. მე ეს დიდებთანაც დაფიქსირდა რა მუშებთან და ისეთ ბურთი ისიც იყო, წესებიც იმისი იყო რა.
ხო და ესე იგი ამ დაკარგული წესების მერე გვაქვს ინფორმაცია რომ 57-ში პირველი კლუბი დაფუძნა შეფილდი. ვა. და პირველი თამაში ჩაატარა ჰარლემთან მოიგო 2-0. ანუ ჰარლემი დაფუძნებული იყო? მოდი ჩავეძიოთ. დაფუძნენ დაელოდნენ. ხო. ჩაატარა ოღონდ თავიანთი წესებით. და შეფილდის წესები. ხო. შეიძლება წესებში იყო რომ თქვენი გატანილი გოლი არ ითვლება. ეგ არ ვიცი. მაგრამ აქედან უკვე სწრაფი პროგრესი გვაქვს 57-ში ესენი რომ დაასწრნენ 61-ში უკვე 15 გუნდი ფიქსირდა. ვა. ოღონდ ესენი ყველა თავის წესებით არიან. ხო. 63-ში თქვეს რომ დავაარსოთ ფეხბურთის ასოციაციაო და ხელით თამაში არ შეიძლებაოდეს. და გაიყვნენ. იმათ ეწყინათ და წავიდნენ. ვინც ხელით თამაშობდა? ხო. დააფუძნეს რაგბი. ხო. და ცოტა ხანში კიდე გაიყვნენ ისინი. იმიტომ რომ ის პრობლემა აქაც არის. მივალთ მაგამდე. აჰა. ეს არის პროფესიონალიზმი ფეხბურთში და რაგბიში. ხო. ამ პროფესიონალიზმმა ძალიან აურია სიტუაცია, იმიტომ რომ ესენი ვისაც ფული ქონდა არისტოკრატები ეძახდნენ რომ ჩვენ ძმაო აქ კაკაშების გამო თამაშობდა სიამოვნებისთვის და მუშები ეძახდნენ ეგ რა პონტია ძმაო შენ ითამაშებ წახვალ მე იბანავებ და წამოწვევი და მე მაღაროში უნდა წავიდე და თქვა ნახშირი ვამტრიო სამართლოა. ამიტომ პროფესიონალურიც იყოს და შენ თუ არ გინდა ფული არა იყო. ხო და 85-ში მოგვარდნენ რომ იყო. მაგრამ მოდი ესენი აქ დავტოვოთ და დაუბრუნდეთ იქ შეფილდს. არა, ბარემ რახან აქ ავართ, ცოტა ხანი ამაზე ვილაპარაკ. რაგბიშიც ეს პრობლემა იყო. რაგბი საერთოდ გაყო ამან. რაგბი 15 და რაგბი 13 მაგდროს 13 გახდნენ ისინი, ფული ვისაც უნდა და გოლები და. ხო, ცოტანი იყო, ნუ ბევრი ფული აიღოთ. ხო, ლოგიკურია. და 15 გახდნენ. ხო, მოდი კაცო, მოდი ჩვენ ფულს მაინც არ ვიღებთ. ეს ხდება 90-იანში, მაგრამ ეს პრობლემა ეს ინგლისში კი მოგვარდა. მაგრამ დანარჩენ მსოფლიოში მე სად იჩენს თან ხანსად, მაგრამ საბჭოთა კავშირი ისე დაიშალა, რომ არ იყო პროფესიონალიზმი. 86-ში გარდაქმნის დროს და წავიდა ლაპარაკები და ამბობდნენ რომ ორი ისა გვაქვს რა პროფესიონალური გუნდიო დნეპრი და გურიაო. რანაირი პროფესიონალური გუნდები იყო ეგ. არ ვიცი რა საზომი უნდა მივუყენო, მაგრამ ნუ არ იყო. ფაშისტების დროს, ნაცისტების დროს გერმანიაში ფლად უარესად იყო საქმე, იმათქვეს რომ ეს კომერციული ფეხბურთი ებრაელებმა მოიგონეს. ნუ მოკლედ რა, ეგ პრობლემები წინ გვაქვს ჯერ. ეხლა ვართ იქამდე რომ 63-ში დააფუძნეს ფეხბურთის ასოციაცია. 8 წელი დაჭირდა სანამ პირველ ტურნირს ჩაატარა. იმიტომ ამ 8 წელში ჯერ თქვეს რომ რახან ისინი მოგშორდნენო მორაგბები. კარს რაღაცა უყოთო და გააბეს თოკი. ხო გახსოვს თოკი. ეს თოკი 65 თოკი მე მგონი იმაშიც არის. პირველ მერცხალში. ხო. 82-მდე არის თოკი. 82-ში დაამაგრებენ ზედა იმას. ხის ხარი. ვინ დაამაგრებ მე ცნობილი კაცი არ არის მაგითი. ცნობილი არის ბადე ვინც მოიგონა 91-ში. ეს იყო ინჟინერი ბროუდი. კაი კაცი ლივერპულის მთავარი ინჟინერი იყო. ანუ ისტორია შევიდა როგორც ბადის მომგონი, მაგრამ კაცილები მაგარი რაღაცეებია გაკეთებული. მაგალითად სოფლიოში პირველი შემოვლითი გზა მაგან გააკეთა. ლივერპულს ჰქონდა. იმიტომ ლივერპულს დაჭირდა. მანამდე ქალაქები იყვნენ, რომ შემოვლითი გები. პოსტამდე უნდა მისულ. არა, გამოიარე ჩემთან რომ ფული დახარჯო. ქალაქი მაგ პრინციპით შენდებოდა ადრე და იმათ აღარ ეს ინდუსტრიალიზაციამ სხვანაირი ქალაქები გააჩინა. და ასევე დინარის ქვეშა პირველი საავტომობილო გვირაბიც ამ კაცმა გააკეთა. მაგრამ ისტორია შევიდა როგორც ბადის მომგონი. ნუ დაუნდობელი არის ხედავ ცხოვრება. ხო. მოდი ბადე მოდა მან მოიფიქრა რომ მოდიო დავიღალე სირბილით და ბადი გავაკეთო. ეს ტრიბუნიდან უყურებდა და იქ იყო ჭუბები, გოლი გავიდა თუ არა, იმიტომ ბურთი გავიდა სად გაჩერდა არის იქ მე კარე ეძახს არა აცლა ძმაო და საჯმა ვერ დავინახე მე ფარება და ესა და ესეთი გამოასხა. გადაწყვეტილება მოიფიქრა რომ ხალხო ბადე 91-ში გაჩნდა ბადე. მანამდე 71 წლში ჩაატარეს პირველი
1000 ინგლისს. ეს 1000 ცოტა ხმამაღალი სახელია, უფრო ჯენტლმენური ექსპერიმენტი იყო, იმიტომ რომ ზოგი გუნდი არ გამოცხადდა, ზოგი ნასვამი მოვიდა, ზოგმა თქვა, ეს იყო წესი, არ ვიცოდი და ესე და ისე. მაგრამ ძირითადი რაღაცები მაშინ მოხდა ბევრი 71-72-ში გაჩნდა. 1800 ჯერმანდა 1800 ხო, გაჩნდა მეკარეს უთხეს ხელი შეგიძლია თამაშიო. მანამდე მეკარე ედგა, უგონთ ხელით არ შეეძლო თამაში? შესაბამისად მეკარეც არ იყო. როდით განსხვავდები, ხელი შეგიძლია თამაში. პასები? პასი შეგეძლო, მაგრამ ესეთი გაგება, როგორიც იყო მწვრთნელი არ არსებობდა. ნახევარმცველი, ესეთი რაღაცი მე. ხო, ანუ სკოლის ფეხბურთი რა. ხო რა. ხაოსი. კუთხური 72-ში მოიგონეს. ცოტა რაღაცას დაემსგავსნენ რა. მაგრამ ჯერ ჩემპიონატის ჩატარებამდე კიდე გავა 17 წელი. ამ 17 წელიწადში უკვე ძალიან იზრდება ფეხბურთის პოპულარობა ყველგან რა. 76-ში გაჩნდა სასტვენი. ეგინ მოიგონა ხო არიც? ეგ რაღაცას გამოხვა ეთქო. ანუ საჯი უკვე რა, საჯი არის. საჯი არის ესეთი. ხო, გვერდით იმ საჯი და რაღაცები ცოტა გვიან. ვარი, ხო, და ისინი არა. ესე იგი, მეკარე გაშა 71-ში, მაგრამ კაი 25 წელი მეკარეს ისევე ეცვა როგორც გუნდს. მერე 1920-ში ჩააცვეს სხვანაირად. ბატონო რაღაცა ეთქო ვიღაცამ იმაიმუნა მან. არა, მე მიხვდნენ რომ ეს ამ საჯმა თქვა რომ ის ვერ დავინახე მეკარე ხელი კი ითამაშა, მაგრამ მეკარე იყო ის მოდიო სხვანაირად ჩავაცვათ. ეს ყველაფერი მოიტანა იმან შეცდომებზე სწავლობდი. როგორც ყველა სფეროში ხო. და 88-ში ჩაატარეს პირველი ჩემპიონატი. ამას მალე მიყვნენ სხვები 90-ში შენი საყვარელი ნიდერლანდები, ოღონდ მაგათ არ ჩაუთვალეს ჩემპიონატად, იმიტომ რომ ყველას კი არ ხდებოდა რაღაც მხარეები მან ჩაატარეს და მე პლეი-ოფები. და 2 წლით გადაუდეს, რომ 92-ში დაიწყეთო თქვენ ეხეუნებიან. მზად არ ხართო? ეს რატო ეუნებიან? 91-ში შოტლანდიამ ჩაატარა. მეორეზე რო იყვნენ. შოტლანდიამ რო ჩაატარა, რეინჯერს სელტიკი იყვნენ ორი. მან მოხდა უცნაური ამბავი, რეინჯერსმა და ერთმა გუნდმა თუ არ ვთქვი დამბარტონმა ერთნაირი გულები დააგროვეს. მე დებულებაში შეიხედეს და დამატებით თამაში დაინიშნა. ფრემორჩა და ჩაიხედეს დებულებას აღარაფერი არ ეწერა. რა ხნან და იჩხუბეს. ორივე გამოაცხადეს ჩემპიონატი. მაგის მერე ეგ აღარ მომხდა. მერე ჩაამატეს. 91 ძალიან უცნაურია. 1800. 800 ხდება, ხო. ჩატარდა არგენტინის ჩემპიონი. ვა. ხო, ოღონდ ყველა ვინც თამაშობდა იყო ბრიტანელი რა. კინიგზის გუნდი გამოვიდა, შოტლანდიელების გუნდი გამოვიდა, მასწავლებლების ამის და ყველა ბრიტანელი იყო. მაგრამ არგენტინაში მაგრამ ვინც მოიგო არგენტინის ჩემპიონი. ერთი კითხვა მაქვს. ვა. სტადიონები მანამდე არ ქონდათ? სად თამაშობდნენ? კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ სტადიონზე ხა ესეთ საეჭვო ხალხს მე არ შევუშვებდი, ჩემი რო იყოს. სტადიონი კი მინდორი რო ქონდა. მიწა ბალახიც რო არ იყოს. 22 გაურკვეველ კაცს მე არ შევუშვებ. მაგრამ გაუმართლა ინგლისი იმაში, რომ 100 წლიანი კულტურა არსებობდა კრიკეტის. ყველა ქალაქს ჰქონდა კრიკეტის სტადიონი. ზამთარში კრიკეტს ვერ თამაშობდნენ, ხელზე ციოდათ თუ რაღაცა და ესენი შედიოდნენ თამაშს ზოგჯერ ზაფხულში. რაგბიმაც იგივე ის გამოიყენა ინფრასტრუქტურა. ვა, კრიკეტი ნახე? ხო, კრიკეტი მოგვიშვება. სხვათა შორის პირველი კაცი, ვინც მოაწყო ინგლისი, შოტლანდიის თამაში და თამაშობდა თვითონ ინგლისის ნაკრებში და მერე ამ ასოციაციის მდივანი იყო, ასევე იყო კრიკეტის ვარსკვლავი. და კრიკეტშიც პირველი ის მაგან მოაწყო ინგლისი, ავსტრალია. და შოტლანდიასთან მეორე თამაშზე დამტვრეული იყო და იმსაჯა. ვა, ესეთი კაცი. მაგრამ ისტორიაში შევიდა როგორც აქ უნდა. ისტორიაში ბევრნაირად შევიდა, როგორც ინგლისური ფეხბურთის და კრიკეტის მამა. ხო, გორი ხო გახსოვს? კი. ოლკოკი. ოლკოკი? ხო. ვა. ის ბადისკაცი როგორი იყო? ის იყო ბროუდი.
ბროუდი და ოლკოკი. ამასობაში ეხლა ცოტა ხანი თუ კიდე ტაქტიკებზე ვილაპარაკ. ტაქტიკა იყო მარტივი. თუ დაცვითი გუნდი იყავი. თუ დაცვით ფეხბურთს თამაშობდი 7 კაცი იყო წინ და 2 უკან, თუ შემტევი ვიყავი 8 კაცი წინ და 1 უკან. ხო, ანუ აბანგზე მიდიოდა, ხო? ნახევარმცველი არ არსებობდა რა. ერთხელ ერთი მსუკანი გუნდელი დარჩა ცენტრში. ბიჭო მე კაუჩერდები. არა, 80-იანებში გაჩნდა ახალი ტაქტიკა 2-3-5. და ეს იყო 40 წელი მე სანამ თამაშგარის წესი შეიცვლებოდა. ყველა თამაშობდა 2-3-5-ით რა. 2 მცველი, 3 ნახევარმცველი და 5 გოლი უნდა და ბევრს. ხო, თუმცა ეს არ ნიშნავს, აი იმ თამაში ინგლისს შოტლანდია, სადაც ამათ ყავდა 7 თავდასხმა და იმათ 8 0-0 დამთავრდა. მაგრამ გარდიანი წერდა რომ ესაა. ესეთი სანახაობრივი თამაშია. კარგი თამაში იყო, პასებს ცდილობდნენ. მაშინ ითვლებოდა რომ შოტლანდიელები პასებით თამაშობდნენ და ინგლისელები არა. ხო. მაგრამ ეს განსხვავება როგორც ჩანს არ იძლეოდა, და 0-0. რა პასებით თამაშობდნენ მიდი და არ. ხო. ხო, ოღონდ ეს პირველი თამაში მე აღმოჩნდა რომ ინგლիս-შოტლანდია გაბუქებული სახელია. სინამდვილეში ინგლისის მწვრთნელი როგორც გითხარი არ იყო და გამოიძახა ამ ოლკოკმა ვიღაცეები. თქვენ იქნებით ინგლისიო. ხო. შოტლანდია იყო შოტლანდიელი, ლონდონელი ფეხბურთელები, ვინც ფულის საშოვნელად იყვნენ აქ ჩამოსულები და ჩუმად თამაშობდნენ. ანუ ფულს მაშინ პროფესიონალიზმზე რახან გაურკვევლობა იყო, ჩუმად იღებდნენ რა. და მეორე თამაში უკვე გლაზგოში იყო და იქ გამოვიდა ეს Queen's Park ყავდათ იმათი. კაი გუნდი და იმან თამაში. ტაქტიკებზე ვიყავით. ტაქტიკები 2-3-5 არის დიდხანს რა. თითქმის პირველ მსოფლიო ჩემპიონატამდე. ეხლა რა ხდება 90-იანებში. 88-ში 10-ში 11-ში ხო დაიწყო ეს სხვადასხვა ქვეყნებში. 92-ში გამოდის პარიზელი არისტოკრატი პიერ დე კუბერტენი, დიდი კაცი. და ამბობს ის ბადის კაცი დამავიწყდა კიდე. ის ბროუდი, ხო. ეს უფრო დიდი კაცია. იმიტომ რომ ამან თქვა ოლკოკი და კუბერტენი. სორბონას უნივერსიტეტში თქვა რომ ოლიმპიადა ჩავატაროთ. და ძალიან სწრაფად ჩაატარა. როგორ მოახერხა 92 თქვა 16 ჩაატარა. ეხლა არის რთული მაგის ორგანიზება და ჩაატარა ათენში. ანუ აღადგინეს ოლიმპიური თამაშები და ჩატარდა ათენში. ფეხბურთიც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ არავინ არ ჩავიდა. მაშინ 1896 წელს თან მარტო ხო არ ჩადიხარ. 11 კაცი მინიმუმ უნდა ჩავიდა. და არავინ არ ჩავიდა, იყო იქ მოსაზრება, რომ ბერძნებმა თქვეს ჩვენ გავაკეთებთ გუნდსო და აქ ვინც ხართ უცხოელი გააკეთეთ გუნდებიო და ჩავატაროთ, მაგრამ წესებზე ვერ შეთანხმდნენ. ეს წესებზე ვერ შეთანხმდნენ დიდი ხანი გრძელდება. ხო, იმიტომ FIFA არ არსებობს და რაღაცა ის გაგებაა საერთო წესების არა. 1904-ში შეიქმნა FIFA. მაგრამ მანამდე ერთი ოლიმპიადა კი არა, 2 მოესწრო, სადაც ფეხბურთი იყო. ოღონდ ამ ფეხბურთს ახლა გეტყვი როგორი ფეხბურთი იყო. მაგალითად 1900 წლის ოლიმპიადა ტარდება პარიზში. და ფეხბურთიც იყო. მაგრამ ახლა თვითონ ოლიმპიური თამაშები რას გავდა და ფეხბურთი რას გავდა. ეს მიატმასნეს პარიზის მსოფლიო გამოფენას. ეს გამოფენა იყო ალბათ ყველაზე დიდი მოვლენა იმ წელს. თუ არა იმ 25 წლებში, იმიტომ რომ 50 მილიონი დამთვალიერებელი იყო და აქ გამოჩნდა ხალხმა ნახა პირველად განათებული ქუჩა ელექტრონით, ესკალატორი, იზერგენერატორი, კინო 96-ში გამოიგონეს, მაგრამ ხო ესე მილიონობით კაცი ნახა. და ოლიმპიადაც ეს გამოფენა გრძელდებოდა 7 თვე ნახევარი და ოლიმპიადაც გრძელდებოდა 7 თვე ნახევარი. ეს ფეხბურთი როდის ჩატარდა, არავის არ ახსოვს ამ 7 თვე ნახევარში და მაგრამ ჩატარდა. არც ერთ მონაწილეს არ ქონდა შეგრძნება, რომ ოლიმპიადაზე გამოდიოდა ფეხბურთში. მედლები მაშინ არ იყო ოლიმპიური 5 მე არ იყო და ესენი ისე დაიშალნენ. ბრიტანეთმა მოიგო, მეორეზე საფრანგეთი გავიდა
სინამდვილეში პარიზის სახანძროს გუნდი იყო და მესამეზე გავიდა ბელგია, რომელიც არავინ დღესაც არ იციან ვინ იყო, ბელგია ერქვა. ხო და ამ ხალხს არც მედლები აუღია და არც ისე დაიხოცა ეს ხალხი, რომ არ იცოდნენ ოლიმპიადს მედლები ქონდათ. მხოლოდ 50-იან ქონდათ რა ეკუთვნოდათ. მხოლოდ 50-იანების მერე დაიწყო ოლიმპიურმა კომიტეტმა ის შექმნა მედალი. არა, აი ამ მემკვიდრეობის მომწესრიგებელი და კლასიფიკაციის მიმნიჭებელი და დასაჯილდოებელი ორგანიზაცია სტატისტიკები რო დაეთვალა და მაშინ თქვენს რომ თქვენ იქ რო ითამაშეთ ფეხბურთს თქვენ სინამდვილეში ბელგიის ნაკრები იყავით და ბრინჯაოს მედლები გაქვთ. მაგრამ ეს ხალხი აღარ არის ცოცხალი. 53-ში რო ეუნებიან 1900 წელს რო აქ ნათამაში. დიდი ნაწილი აღარ იყო ცოცხალი. ასე ჩატარდა პირველი ფეხბურთი, ჯერ FIFA არ არის. 4-ში FIFA არის, ოღონდ ჯერ ახალია და არ მიუღია მონაწილეობა და ოლიმპიადაც ჩატარდა გადასაკარგავში, სენტ-ლუისში. სენტ-ლუისში რომ მოხვდე, ჯერ ამერიკამდე უნდა იცურო. ხო. 1904 წელი ჯერ ტიტანიკი გაშენებულიც არ არის. უნდა იცურო, მე კიდე უნდა იარო ერთი კვირა. მაშია, მისურის შტატშია. და იქაც შეეტენა იმას გამოფენას. იქ გამოფენა იყო ლუიზიანას შემოერთების 100 წლის თავს ზეიმობდნენ. ოღონდ სენტ-ლუისი არ არის ლუიზიანაში, მაგრამ როცა შემოიერთეს ლუიზიანა იყო. და მაგას ზეიმობდნენ და იქაც დიდი გამოფენა იყო. იქ გამოჩნდა თვითმფრინავები პირველად. მანქანები, ბამბის ნაყინი. ვა. აი ეს ფასტ ფუდი რაც არის დღეს, ჰოთ-დოგები და სენდვიჩები და ჰამბურგერები მან გამოჩნდა. რაც ყველაზე უხერხულია გასახსენებლად, მანდვე იყო ადამიანური ზოოპარკი. ანუ ოლიმპიადა და ადამიანური ზოოპარკი ტარდებოდა 50 მეტრის დაშორებით. ადამიანური ზოოპარკი აი გალიაში რო ყავდათ ადამიანები ჩასმული. და აჩვენებდნენ ბავშვებს, რომ აი ეს აფრიკაში ესეთები არიან და ფილიპინებში ესეთი. ხო და ვინც გალიაში იყო? ისინი ტყვეები იყვნენ თუ მუშაობდნენ? არა, ნაწილი ტყვეები. ეხლა ვინ მუშაობდა გეტყვი. ამის გარდა ამ გამოფენის ფარგლებში იყო ანთროპოლოგური თამაშები იყო. ვიღაცებს ჩამოიყვანეს ფილიპინები ახალი ისყავდათ დაპყრობილი ამერიკელებს, ესპანელებს საერთოდ. ფილიპინელები, ინდიელები, ვიღაც აფრიკელები ჩამოიყვანეს და შეაჯიბრეს რაღაც სპორტის სახეობებში, რომელშიც იმათ არც წესები იცოდნენ, არც ვარჯიშია და მერე დასცინოდნენ. ეს იყო მაშინდელი მაშინ იყო სოციალური დარვინიზმი და ეგეთი რაღაცები ტრიალებდა ხალხის თავში, რომ ეს კოლონიალიზმი გაემართლებინათ და ამან მერე სხვადასხვა შედეგები გამოიღო იქ რასიზმი ამერიკაში, გერმანიაში ნაციზმი, ზოგან იმპერიალიზმი, ზოგან კოლონიალიზმი. ეს სამარცხვინო ფურცლები აქვს. მაგრამ რაღაც მიმართულებით ფეხბურთიც ასე თუ ისე ეხება. ხო და ფეხბურთმა რო დაინახა ეს FIFA-მ რო ესე დღეში არიან ოლიმპიადის პირობებში. თქვენს რომ მოდი დავაორგანიზოთ ჩვენი იქნებ ტურნირი. და ფრანგი ჟურნალისტი იყო პირველი, ვინც FIFA ჩამოაყალიბა. FIFA-ც ფრანგული აბრევიატურა, ინგლისური იყო. Federación Internacional Football რაღაცა. ასოციაციო. ინგლისური იყოს IFAB იქნებოდა. ხა ფრანგულია გაგვიმართლა. IFAB-ი აღარ არის. ეს FIFA ახლა დღეს კი არის. IFAB-თან რაღაცა და FIFA კაია. დღეს კი არის ამ ხელა ორგანიზაცია, მაგრამ რეალურად რა ვიღაცის ოფისის ერთ ოთახში დაიწყეს რა. და ცდილობდნენ რაღაცა წესებზე ეს ქვეყნები შეეთანხმებინათ და ასევე ოლიმპიადაში ინტეგრირებული იყვნენ, იმიტომ რომ სხვა გზა ჯერ არ ჰქონდათ. 1906-ში ცადეს რაღაც ტურნირის ჩატარება შვეიცარიაში და არავინ არ ჩამოვიდა. თვითონ FIFA-ს წევრებიც არ ჩამოვიდა. ამიტომ ის კაცი მოხსნეს FIFA-ს პრეზიდენტი და თვითონ გადადგა შერწყვა და დანიშნეს ბრიტანელი. ბრიტანეთმა თავიდან უარი თქვა FIFA-ში გაწევრებაზე, იმიტომ რომ იკითხა რომ
ეს გადაწყვეტილებს როგორ იღებთო და ესეო თითო ქვეყანას თითო ხმა მოიცა ჩვენ და ბოჰემიანსო ერთი ხმაო და ხო არაო მაშინ მოვიფიქრებთ ხო და რა ჩვენ რახან მოვიფიქრეთო ფეხბურთიო არა მარტო იმათ უკვე კარგად ქონდათ ფეხბურთი ჩემპიონატ ქონდათ პროფესიული ფეხბურთული კეთდება ტოტალიზატორები იყო სტადიონები ქონდათ ეხა ბოჰემიის ჭკუაზე რატო ვივლი მაგრამ ეს წელსაც შეუერთდნენ მაგრამ მე ისევ გავიდნენ იმას თავის თავ გადასავალი აქვს ბრიტანეთს. ხო და სად ვიყავით 4 ის კაცი რო გადადგა. ის კაცი გადადგა 6-ში ჩაატარა და დანიშნეს ბრიტანელი, რომ იქნებ ბრიტანელმა FIFA-ში რაღაცა და იმანაც უკვე 8 წლის ოლიმპიადაზე FIFA-ს იმით ჩატარდა ორგანიზებით ფეხბურთის ტურნირი. 8 წლის ოლიმპიადა გვაქვს უკვე სტოკჰოლმში. და უკვე კარგად ჩატარდა რა. რამდენი გუნდი იყო? 8 გუნდი იყო. რაღაცა ოლიმპიური სისტემა იყო, მაგრამ გუნდები იყო. დანია, საფრანგეთი მორჩა 17-1. ნილს ბორის ძმა თამაშობდა დანიის ნაკრებში. ისა ფიზიკოსი ის? იმის ძმა მათემატიკოსი. ვა. დანიის ნაკრები იყო პროფესორები ძირითადად და სტუდენტი. ეს საფრანგეთის ნაკრები არ ვიცი. ხო 17-1 როცა 10 გოლი გაიტანა ვიღაცა დანიელმა. და რეკორდი იყო შემდეგ ოლიმპიადაზე. შემდეგზე გერმანელმა მოხსნა რუსებს გაუტანა ასევე 10 გოლი, 16-0 მოუგეს რუსებს. ხო და ამ ოლიმპიადაზე უკვე კარგად ჩაიარა რა, ყველა გუნდი ჩავიდა, იქ ინგლისმა მოიგო ფინალში 2-0 დანიას მოუგო. და უკვე ფორმები აცვიათ. მწვრთნელები ყავთ? რუაში არ ვიცი. ეგ ინფორმაცია არა გვაქვს. იმ ოლიმპიურმა კომიტეტმა ხო გითხარი. რაღაცები თვითონაც არიციან ჯერ. ჯერ და ვერც გაარკვევენ ვერასდროს. როგორც ჩანს, იმიტომ რომ იმათაც უჭირდათ. ამათ მარტო ფეხბურთი აქვს და საორგანიზებელი და იმათ რამდენი რამე აქვს, ხო? შუბის ხორცლებიც. უამრავი. მოკლედ 8-ში კარგად ჩაიარა. 12-ში კარგად ჩაიარა ისევ ინგლისმა არა 8-ში რა გითხარი რა ოლიმპიადა იყო მეთქი სტოკჰოლმი არა ბოდიში 8-ში იყო ლონდონის ოლიმპიადა უნდა ჩატარებული იყო რომში მაგრამ ვეზუვი ამოიფრქვა იმ წელს და გადაიტანეს თავრობამ თქვა ისედაც ვერ გაგვიგებდა ხალხი ეს ოლიმპიური თამაშები ბიჭო ის არის რა გაუგებარი რაღაცა ჯერ კიდე რა ეს აი ათენში ადრე თამაშობდნენ მე რა შუაში ვულკანი დამეცაწე რანდადაც გადაიტანეს ლონდონში 8 და 12 იყო იმაში სტოკჰოლმში ის ყველაზე ორგანიზებული ის იყო რა იქ მე გუნდიც მეტი ჩავიდა ეს არის მაგრამ ისევ ინგლისი დანია იყო ფინალი და ისევ იმან მოიგო ინგლისმა მაგ ოლიმპიადაზე გამოჩნდა რუსეთი და ფინეთი ერთდროულად. ფინეთი ამ დროს რუსეთს ეკუთვნის ავტონომია. მაგრამ ორივე გამოჩნდა და ფინეთმა მოუგო. და მე კიდე 16-0 ხო წააგო და დაფიქსირდა რომ იმ რუსეთის ნაკრებში თამაშობდა ერთი ფეხბურთელი რომელიც მე თბილისის გუნდში თამაშობდა. ვა. 23 წელს ფიქსირდება თბილისის ოკა ეგეთი გუნდი. ტიფლისის ოკა. ოკა? ოკა იყო რაღაცა წითელი ან კრასნაარმეის. რუსული აბრევიატურა. ხო, რა იქნება. ხო და მიუხედავად იმისა რომ კარგად ჩატარდა ეს ორი ოლიმპიადა. ოღონდ ჯერ არ ჩანან არაევროპული გუნდები. სტოკჰოლმის ოლიმპიადაზე გამოჩნდნენ ხუთივე კონტინენტი იყო, ოღონდ ფეხბურთში არა. ამ დროს გაჩნდა იდეა რომ იქნებ ისევ ჩვენი ჩემპიონატი დავაორგანიზოთ, იმიტომ რომ დისკომფორტია რა ამ ოლიმპიადაზე ყოფნა. ამაინც ამ ჭკუაზე უნდა ვიყოთ და ამ დროს ჩვენ სხვა რამე ვართ და თან ის წერან რომ ვილაპარაკეთ პროფესიონალიზმის დამახსოვრებული ის ამბავი. იმიტომ რომ ის კუბერტენი არის ძველი კოლონიალური გაგების კაცია და ეწინააღმდეგება პროფესიონალებს, ქალებს ოლიმპიადაზე პირველზე არ იყვნენ, მეორეზე გამოჩნდნენ. და ცოტა სამხრეთ აფრიკის საკითხებშიც თანამედროვე გაგებით გამოიყურებოდა უხერხულა. ახლა ლამაზად თქვი რომ ცუდი კაცი იყო. და 8-ში და 12-ში გაჩნდა უკვე ისა რომ ჩავატაროთ, მაგრამ 14-ში იწყება ომი. გაჩერდა ოლიმპიადაც, გაჩერდა ფეხბურთიც.
ეს FIFA-ში ჯერ ისედაც ცოტა წევრია და ნახევარი მეორე ნახევარზე ომება. რა ფეხბურთია საუბარი. 20-ის ოლიმპიადა ტარდება ანტვერპენში, აქ ამ ოლიმპიადას საერთოდ არ მიიწვიეს ომში წაგებულები. და მოგებულების ოლიმპიადა რა რაღაცნაირი. სხვათა შორის თეორიული შანსი საქართველოსაც ჰქონდა ამ ოლიმპიადაზე მოხვედრილიყო, იმიტომ რომ მაგდროს საქართველოს არსებობს. და ვიწყე მე მოგეკუმა რომ რამე ხო არ იყო ჩვენგან ცდელობა. რომ იქ მოხვედრილიყავით, ან იმათგან მოპატიჟება, იმიტომ ისინი წეძებდნენ ქვეყნებს. ხო, იმათაც აწყობთ. მაგრამ აღმოჩნდა რომ თვითონ იქ ოლიმპიადაზე რომ მოხვედრილიყავი, ჯერ უნდა ქონდა ოლიმპიური კომიტეტი. მე იმას უნდა გაერთიანებინა ამა თუ ის სპორტის ფედერაცია, რომელიც ცალკე იმ ფედერაციის წევრი უნდა ყოფილიყო და ესეთი ჩვენ არ გქონდა ინტეგრირება. იყო ესტონეთი იყო მაგ ოლიმპიადაზე, ოქროს მედალიც აიღო ჭიდაობაში, ლატვია იყო, ვერაფერი ვერ აიღო. ჩვენ ვერ ვიყავით. ეგ მე ისტორიკოსებმა იქნებ გაარკვიონ ხომ არ იყო რაღაც ისინი რა. რაღაცა დაგავალავთ ისტორიკოსებს. ხო, რაღაცა მცდელობები ხო არ იყო, რომ იქ ჩვენ მოვხედრი. იმიტომ ამ დროს უკვე საქართველოში არის გიორგი ნიკოლაძე და ესეთი ხალხი არსებობს, ვინც სპორტზე აზრზე არის რა, იქ სორბონაში ნასწავლი და დისერტაცია დაცული და ასეთი ხალხი უკვე ტრიალებს აქ სპორტში. მაგრამ 20-ია და ის არის რა. თან 20-ში გვაღიარა რუსეთმა და ამას მოყვა ბევრი აღიარება სწრაფად და თეორიულად შეიძლებოდა, მაგრამ ნუ თეორიულად ბევრი რამე შეიძლება. ხო. ამ 20-ში კარგად ჩატარდა თითქოს, მაგრამ ფინალში ჩაიშალა პირველ ტაიმშივე გაიქცა ჩეხოსლოვაკიის ნაკრები. სად გაიქცა? სახში. იმიტომ რომ გაზი დარჩა ჩართული. არა და 2-0 აგებდნენ, გოლი გაიტანეს არ ჩაუხვალეს. შუა თამაშიდან წავიდნენ? ხო. ვა, 53 წუთზე წავიდა. მანამდეც მსაჯზე ბუზღუნებოდნენ, მაგრამ 53-ზე ამოასხათ და წავიდნენ და მაშინ გადაწყვიტეს, რომ მეორეზე კი არ გაიყვანეს, ფინალში წაგებული იყო, საერთოდ მოხსნეს და მეორეზე გავიდა ესპანეთი და მესამეზე ნიდერლანდი. გილოცა. ვა, რა მაგარი წარმატება აქვს ნიდერლანდებს. ხო, საფეხბურთო ისტორიაში. მოიცა ჯერ მან სადახარ ახლა. მან ყავდათ ერთი მეკარე, თქვენ მიურენი კურდღლით იდგა კარში. მაგით არის ცნობილი სათამაშო კურდღელი. სათამაშო მეთქი ცოცხალი. ექიმი კაცი იყო, არა, სათამაშო კურდღელი და საყვარელი კაცი ხო ჩანს. მაგრამ მე ჰიტლერი რომ მოვიდა ეს იმას სტერილიზაციას უჭერდა მხარს და დაიჭირეს. ცუდად დაამთავრა. მაგრამ ეს კიდე არ აუშავს იქ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი დახვრიტეს და რაღაცები იყო მე მივიშვით მაგამ თუ გინდა. კურდღელი თილისმა იყო? ხო. თუ კურდღლის garaშე ვერ იძინებდა თუ? არა, თილისმა იყო რა. და ამბობდნენ რომ კაი მეკარე იყო, მაგრამ ბელგიამ მოიგო. ამათ მესამე ადგილი გადაეცა. 24-ში არის უკვე პარიზის ოლიმპიადა და გამოჩნდნენ როგორც იქნა ისინი, ურუგვაელები. ხო. ეს ურუგვაელები ჩამოვიდნენ ერთი თვით ადრე, ჯერ ესპანეთში თამაში, საწვრთნელი თამაშები ყველა დაანგრიეს და 24-ში ოლიმპიადაზეც ყველა მოიგეს. რანაირად? რატო? კაი გუნდი ყავდა. რატო? ეტყვია, ყავდათ 2 სუპერვარსკვლავი. რამდენიმე ყავდათ 2-ს გამოვყოფ. ერთი იყო 1924 წლის ურუგვაის ნაკრებიდან ყოფ 2-ს. მიდი. ესენი მე სოფლიო ჩემპიონატიც გახდებიან. ვიცი. ერთი იყო ხოსე ანდრადე, პირველი შავკანიანი, ვინც ევროპაში ნახეს ფეხბურთში. ვა. და იყო და რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ზოოპარკში იყვნენ ეგეთები, ხო? ხო, ეგ ადამიანური ზოოპარკი მაგ დროს გამქრალია თუ რა, არ ვიცი, პარალელურად ხდება. ხო და ამ კაცმა ანდრადემ ჯერ იქ ესპანეთის პრესა აღელვა, ისედაც გათამაშა და აქ რო ჩამოვიდა, აქ უკვე იცოდნენ რომ ვიღაცა მაგარი ჩამოდის და მაგრა ითამაშა და მოიგეს. მე 25 წელს ტურნეში იყო კიდე ჩამოსული. ეს ისევი სისტემაა 2-3-5? კი. კი.
და ის მეორე არის მცველი. მაგრამ ჯერ ამაზე ვილაპარაკოთ, ამ კაცის თავგადასავალზე, იმიტომ ეს არის პირველი სუპერ ვარსკვლავი ფეხბურთის რა. მანამდე იყო. ფოტო არ არსებობს? კი, როგორ არ არსებობს. მერე? აქ არა. მოიძიე რა ეგეც რა. ამ დაავალე ვინმეს რომ მოიძიე. მესენჯერში ჩაკიქდე. დოჩ ეს კაცი იყო შავკანიანი ხო იყო, დედა არგენტინელი ყავდა, მამა ერთი ვერსიით არ არის ცნობილი ვინ იყო და მეორე ვერსიით 98 წლის კაცისგან გაჩნდა. რომელიც ბრაზილიელებს გამოექცა ან მონობიდან, ან მონობასთან გათანაბრებული პირობებიდან. ეს ურუგვაი თვითონ იყო ბუფერული ქვეყანა რაღაცნაირად ბრიტანელებმა შექმნეს არგენტინას და ბრაზილიას შორის რა. და კაი 100 წლის ისტორია აქვს ამ დროს. დაახლოებით და 100 წლის ისტორია რა არის 50 გადატრიალება მოხდა და ხან ეს არის მაგრამ ფეხბურთი ჩაიტანა ვიღაც შოტლანდიელმა და კაი გუნდი ყავთ რა ყველას უგენი. ეს ტიპი 25-იც იყო ევროპაში. წამოყვა იქ მე უკვე ტურნეზე ჩამოდიოდნენ შემდეგ ოლიმპიადამდე. და ამ დროს უკვე რაღაცა ისინი დაეწყო ვარსკვლავური რაღაცეები რა. ხო. ვიღაცაც დააჯახეს მაშინდელი ვარსკვლავი ვინც იყო მუსიკა. ეს თვითონ მუსიკოსი იყო რა. ანდრადე? ხო. მუსიკოსი და თავდამსხმელი. ნახევარმცველი. ხო და დააჯახეს მაშინდელი ძივა ვინც იყო რა. როგორი გოგო იყო, იცი ბანანის კაბები რო ეცვა, ბანანებიანი კაბარო ბანანები იყო. არ ვიცი. აი კაბარო ბანანები. ხო, არა, წარმოგიდგენ, მაგრამ არ ვიცი. ხო, და ზემოთ ძივები უფარავდა იმას, ისი გამოჩენაც არ შეე ესეთი ვარსკვლავი მაგ დროინდ. ძუძუებს. ამითი დავიწყეთ ეს ეპიზოდი. ძუძუები ხო. მაშინდელი შაკირა რა. და მე ამან 25-ში. არ გაურიგეს? არა, კაცო, დააჯახეს. სადღაც მუსიკოსები იყვნენ ერთად იმღერესეთ ოღონდ. მე ეს მოწევა დაიწყო რაღაცა ყვითელი ხელთათმანებით და სმოკინგით დადიოდა და არ ვარჯიშობდა და სიფილისი აიკიდა და რაღაც ჭირდა. ანუ შემდეგ ოლიმპიადაზე აღარც მოდიოდა რა, მაგრამ პორტში რო გააცილა, გუნდი მოუნდა წამოსვლა და წამოვალ მაგზეც ვატირებდა წამოვალ. ხო და ეს მაშინ როგორ ხდება არც ვიზა გინდა არც წამოვალ პორტში და ხო და მოგვარდა ეს არის წამოვალ ამობს ნახევარმცველი ხო? ხო. და წამოვიდა იქ და იქაც ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალში ძელში ასკდა და მხედველობა დაკარგა ცალთვალს ეგ არის ცნობილი. რანაირი ბეჭავი კაცი. ზოგი მაგას აბრალებდა ძელს, ზოგი სიფილის. ხო და მე ეს ჩემპიონი პროვოცირება ხო არ გამოიწვია ძელმა. არ ვიცი ხა თანამედროვე ამ კაცს მე ცუდი ამბები დაემართება. ეს არ არის ცუდი რაც მოხდება. არა, ჯერ არა უშავს. 30-ში რო გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ეგრევე უკვე გალოცდა უიმოთ. საბოლოოდ. ხო. ამის მერე უკვე ხედავენ ეშვება, ღარიბდება. ანუ სიფილისი მოირჩინა. არა. სიფილისი ეგრევე ქრონიკულში გადაიყვანა. ნო, გეტყვი ხა როგორ დაამთავრა. რაღაც პერიოდს მე გერმანელმა ჟურნალისტმა ჩააკითხა, ხო ახსოვდა იქ. ხო. და ინტერვიუ ვერ აიღო, ვეღარ ლაპარაკობდა ის ლოთობისგან ისეთ დღეში იყო, ენას ვერ ატრიალებდა პირს. და მე 50 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილია ურუგვაიზე დაპატიჟეს, როგორც პირველი მსოფლიო ჩემპიონი. მისი დიშვილი თამაშობდა მაგ დროს ურუგვაის ნაკრებში და იქ გამოჩნდა და მე მალევე მოკვდა თავშესაფარში ყატაკი და ყველასაგან მივიწყებ. პირველი სუპერ ვარსკვლავის ისტორია. მეორე იყო ხოსე ერქვა იმასაც, მცველი. მეორე ვარსკვლავი. დედით იტალიელი, მამით ბასკი, თავისი მოქსოვილი ქუდით თამაშობდა. იმას კურთხელი ყავდა, ამას ქუდი ეხურა. როგორი ქუდით იცი? აქ რო იკვრება. არა, ერთიანი რო პირდაპირ. ისა ბალაკლავა ეძახი. ხო. თეთრი ნაქსოვი. ხო, გარდიანს ეწერა და ჟურნალისტები წერენ ამ ქუდ თამაშობდა, მაგრამ ბევრი ფოტოა და ამ ქუდი არსად არ ახურავს. ფოტოები არ თამაშისაც. ხო. თამაშის წინ გადაღებული ის მერეს და ის ქუდი ვერ ვიპოვე, იმ ქუდიანი ფოტო. თუ ვიპოვე ჩაგიგდე. მესენჯერში. ხო. ის უფრო ისეთი კაცი გამოდგა რა, მარმარილოს მთლელი და ის
იმან უფრო ღირსეულად იცხოვრა და ჯამრთელად და ითვლება იმათ უფრო დაფასებულ კაცად ვიდრე ეს ურუგვაიში. ესენი არიან პირველი ვარსკვლავები. 24-იც 28-ს მოიგეს და ამ დროს უკვე დადგა საკითხი 30-ში ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატს. ჩავატაროთ ურუგვაიში და არავინ არ არის წინააღმდეგ, იმიტომ მაგრები არიან. ორი ოლიმპიადა მოიგეს ევროპაში. მაგრამ ხო გინდა ურუგვაიში ჩახვიდე. შემდეგ ეპიზოდში ვისაუბრებთ რები მოხდა ურუგვაიში და რატო ჩავიდა 13 გუნდი ნაცვლად 16-სა და იმ 13-ს რა დაემართა იმ ტალახში.